What's up, nigga? Nothing, bro. Okay, let's go. Rabaneli, რა. ვინ გითხრა რო არა გაქვს ვარჯიში? მე რა ბესადა ჩანთა. რომელ საათზე გამოხოდი, ვერ ხედავ? ხო. მან ამოგეღო. რამდენს ბუქსაო, ბიჭო, აქამდე მილიონჯერ ავარჩევდიტო? რა? Yes. Are you sure? Yes. Snickers ღალატო, ძმა? რას გაშტერდი? წადი. მოკლედ მივდივართ ჩვენი მონეტების სანახავად. მოკლედ, ციყვი, შენ რო ახვედი, შევდაგტოვე სკოლაში. ეგრევე გამოიარა მატარებელმა. ძალიან დიდი ალბათობუნებით გაჭყლეტილი იქნება. მოდი, არა, არ გვინახავს, არა. აზე რა ვარ სად არის, მართლა. ყვილა ჩხუბო. აი, გაანებე, რა თქმა უნდა, შენამდე არ მოდი, შეშინება არ ჭირდება. პრევენცია? შენ საყვარელი კიტრები? ასხია კიდე? მოდი, აბა გავასხმენდით. მაშინ შემესხოთ ერთხში. მოწყვიტე. შეიძლება ეგრევე გასხდეს. Oh, yeah, ანაგე. ეგრევე გაასხა, ბიჭო. გინდა გადავარო ფოტო. აჰა, მე დავდე შენე. იავა, ბიჭო. ეს დავდე ფლავე. ესო კანზე შეგეცხას ეგრევე ქაუძს გაწებინებს, ცო? ვიცი. შემესხა მაშინ. აი, შემდეგი მე. აგე, გამხელაზე გაასხანცოვა. აი აკა. აუ, ამეწუცა ხელენცო, წავდით. მოკლედ, აქ ცხოვრობს ერთი ტემუზე გამოწერილი მამალი. რომელიც ძალიან უცნაურად იყეფება. რა იყეფება, კაცო? აუ, ჩერ. ძალიან უცნაურად აბა როგორ ყივის, ნუ. ყივის ყეფვა ერთმანეთს გავს, ამიტომ ამერია. ხო. მე ეს ძალიან შეცილო ყივილია. ძალიან სათაცილო ხმებს გამოსცემს, კი? ხო. იყილი ყოყები. დავით, მონეტები უნდა ვნახო. დავით, ეხა მონეტები უნდა ვნახო. რას ლაპარაკ? ეცალი მოდი რა მოღებაში დამხმარ. ეცალი ამოიღე და მომეც. შენთვის არა, შენ რასაც ჭამს უყებ. გამიცვალე. კაი რა. ჩამოკლიცე. მიდი. ნახეთ რანაირი სუსნია შენ. კარგია, ძალიან კაია. აბა შენ გასი, აბა. ვერ ვიღებ ამომეგა რა ცალი ხელით რო ვახერხებ. ჩემ ბავშვობაში. არა. ჩემ ბავშვობაში ასეთი რაღაცები იყიდებოდა, ცელოფანი ქონდა გადაკრული, ოთხკუთხედი ფორმადი ქონდა და ყიდენ ზეითადად სიგნები, ბაჯიები. თავისუფლების მეტროსთან, პედრო დონალდო რაღაც ეგეთი იყიდებოდა და ძალიან გემრიელი იყო. მაგის გამო გამახსენა, მანახე რა ქვია? მაგას არა, ამას არა, შენსაც რა წერია? კრანჩი. კრანჩი ითი მთავრდება? ხო. ყუთი მთავრდება. კრანჩი. ნახოთ აბა ერთა. მაგ ჩემს ნიჯობია. სადა? მაგ არ უყავ წინა. ესეც ასე მოუახლოვდით ჩვენს მონეტებს და დაიცადე თუ დაინახო არა იყო. მოკლედ აი სადღაც ამ რიგში დავაწყეთ. დავიჯერო. დაიცადე იქიდან უფრო აღვქვამ მე. აქედან. აი აგე არა. ლოპოკინა მეგონა.
მოკლედ აშკარად კიდევ ვიღაცებმა გაიარეს და ეგონათ რომ მაგარი რაღაც იპოვეს და მოკპარეს. აუ აშკარად ვიღაცებმა გაიარეს და ეგონათ რომ მოიცა, კარგად მოვძებნოთ, კარგად. გაიწიე მეფარები, კარგად როგორ მოვძებნო, აქეთ ამ მხრიდან იმიტომ დგავარ მე რომ კაი, ეხა მოვძებნე, ხო გავიწიე. არ არის. ოკპარეს როგორც მაშინ ის საათი რო ეგონათ იმ გოიმებს რომ მაგარი რაღაც იპოვნეს. ესე ეხა ვიღაცმა გოიმა ჩაიარა და ეგონა რომ ძალიან მაგარი რაღაცა იპოვა. აი, მე თავიდან ვიზამთ. და ცოტას უყარაულებთ. უდარაჯებთ. ბიჭო, რატო ხართ ესეთი ურედენი ადამიანები? კარგი რო იყოს ამას ვინმე ესე დატოვებს თო. დაანებეთ რა თავი რა. ეხა აქ რა ვერცხლი ყოფილიყო რაღაცა მდიდარი. ესე დაგიტოვებდი და წავიდოდი, დავждებოდი და უყარაულებდი. ნუ უდარაჯებდი, იგივე სიტყვა გამიმოვე. აი, დავждებოდი, აი იქიდან უდარაჯებდი. რა ისაკჭით, რაღაცა ვირთხობა და კრისობა. რასაც დაინახავთ, რამის არის ყველაფერი. აუ, ეს მეგონა უცბად. აბა, არა. თქვა არის. ყველაფერს რო იმენა ეგ ესე იგი კურკლებიანი გარშოკი რო დაგჩეს, გარეთ იმას მოიპარავენ და წაიღებენ, ბიჭო, რა გჭირთ თო? ხონა მიხვდე რომ ვიღაცა რაღაცას აკვირდება, ვიღაცა რაღაცას აკეთებს და რო იპარავ, რას იპარავ, რა გონიათ ეხა თქვენ ამით აშენდებით? მოდი და ერთ ვედრას გაჩუქებთ თო. ვირთხები ვით არიან რა, უნდაც რაღაცა დაინახონ და ყველაფერ ჯიბეში იტენიან და კიდე კაი ჯიბეში იტენით და იქ არ იტენით. დაუბედურებაა თო. გამაბრაზეს მაგრად რა, არ არის. თავიდან ვიზამთ და ცოტას უდარაჯებთ. იძულებულები ვართ. აი ვინც ახლა ჩვენი დადებული მონეტები აიღეთ, მაგარი გოიმები ხართ მინდა გითხრათ რა. ბიჭო, წეღანაც თქვი, ეს მონეტა რამესო წარმოადგენდეს ფასეულს. ესე დაგიტოვებდი ლიანდაგებზე როგორ ფიქრობ? რაღაცას ვაკვირდებით, ადრე იყო ჟანგიანი საათი მოგპარეთ, გონიათ რომ მაგარი რაღაცა მოიპარეთ რა. ეხლა არის რაღაცა დებილი მონეტები, რომელიც ერთი თეთრიც არ არის ფასი და ბავშვი მთელი დღე ელოდებოდა სკოლიდან რო გამოვალ, ნახაო და გაიარეთ და მოიპარეთ. მიანი რა ქვია, ცხნერიანი ლაფატკა რო იპოვოთ, სახში წაიღებთ ისეთ დღეში ხარ ზოგიერთი გამათხოვრებულ გამაემუნებულები. რა პონტია თო? უნდა დაუდგე და უდარაჯო. მოდი და ტონობით გაჩუქებ. ხო უნდა დაასკონა რომ რაღაცას ვიღაცა კაიფობს, აკვირდება. რას დაავლებთ ხელს და წაიღებთ ხოლმე. რას თქვი? ძალიან არასწორი საქციელი და რაიყო ვირთხები ხართ, ყველაფერსო დაინახავთ რო იღებთ და რო შუნავთ და მერე რო სადღაც აკრებთ. აკრებთ? ხო. აკრებენ? აკრებენ რა, იღებენ და იპარავენ სადღაც მერე მიაქვს. აწესია ადამიანები. მაგარი ცუდი ტიპები ხართ რა, რაღაცანაირები ხართ ბიჭო რა, ესე იგი მართლა მწხნერიანი წკეპლა რო შეგხვდეთ, იპარავთ ჯიბეში იდეთ, რა უბედურებაა თო. კაროჩე გაგვემაზა გაბრიელ ჩელენჯი რა. ესე იგი იძულებული ხარ რომ დადო და უდარაჯო რო. ვიღაცა შიპაჩმა ბავშვებმა არ მოგპარონ რა, გეგონება ბიჭო რაღაცა. გაგიწყდა? კი, მაგრამ აბა რა იქნება 5 საათი ველოდებოდი რომ გამოვილი ავიღეთ მეთენ. რაც წავედი სკოლაში და რომ დამტოვე მაგას ველოდებოდი რომ მინახა ვინ მოიგებდა. გახსოვს სად? ჰა? აქ რო კოკაკოლები, პეპსები და ისინი ეყარა, გახსოვს? კი, მახსოვს. აი აქ ეყარა ძალიან დიდი რაოდენობით კოკაკოლა, პეპსი, სნიკერსები, კევები, გაუხსნელები რა, გაჭყლეტილებიც კი არა რა. აქეთაც ეყარა, აი აქეთაც. ვერ გავიგე რა მოხდა. ნუ მე კი ხვდები რაც მოხდებოდა დაახლოებით, მაგრამ
გაბრიელმა კინაღამ აიღო 1-2 წელი და გახსნა და რამისულმა წაზლია. დავიღალე ბიჭო, დავბერდიტო. მამა შენი. всё. აია. ყოფილი ხარ გავხსენ. აჰა. ნელა უახლოვდება. არ უახლოვდება სამო. სიბერეს, რა იყო რა? სიბერეს არა. ახალგაზრდობას. ახალგაზრდობამცობას. ბავშვობაში აი გადავდიოდით ხოლმე. ესე ჩავდიოდით აგე იქ ქვემოთ. სათფერი. აი ესე გზამდიოდა აი. ნუ თამაშობდით ხოლმე ფეხბურთს და აი ქვემოთ აგე იქ დაბლა. ალბათ უქნებოდით ასე მე-5 მე-6 კლასში. მოყოლილი მაქვს. თუ გინდა ცალკე ისტორია მოვყოთ მაგაზე. კი. ბავშვი რო დავმარხეთ. გარდაცვლილი ბავშვი აქ საავადმყოფო იყო, აბორტები არის შენ აბორტი ჯერ არის, მაგრამ აგიხსნი რაც არის კეთდებოდა და 9 თვის ბავშვი სულ ყოფილი ბავშვი დაბადებული. ვიპოვეთ მე და ჩემო ძმაკაცებმა, ამოვიყვანეთ და აი იქ დაბლა კიბეების ბოლოში ხიზირში დავმარხეთ. 9 თვის ჩვეულებრივის დასრული ბავშვი, ნაყოფი. სულ პატარა. ხო რა, უკვე რო დაიბადა და ან მიცვალებული დაიბადა, ან დედა მეატოვა. ჩემ ბავშვობაში ეგეთები ძალიან ხშირად ხდებოდა. ძალიან განუკითხაობა იყო 90-იანებს რო ვახსენებ ხოლმე 90-იანი იყო კოშმარი, კატასტროფა. ვინც 90-იანები გამოვიარეთ, ჩვენ ვართ აი ყველაფერს გაუძლებთ და ავიტანთ. აი რადიაციულ უდიდეს რადიაციასაც კი გაუძლებთ. ისეთი რამეები ვჭამეთ, სვით და ისეთ პირობებში გავიზარდეთ, რომ რა ვიცი, ჩვენ ვართ გიჟები და გმირები. ფეხები წამოეკითხა. ჰალა ფეხები სულ დამკბინეს, მიკბინეს კოღოები. კოღონცოები, ხო, მესტიანი რო. აჭამე შენ ძმებს. მოდი. მე აბა. არა, მთლიანი არა ეს პატარა. კაი. ნახევარი შენ. ნახევარი შენ. ამას რა ქვია? ამას ორეო, ამას ამ მეორეს კარამელი. ორეო და კარამელი. კარამელს რატო ქვია კარამელი? იმიტომ კარამელის ფერი. ორეო და კარამელი, ოჭველი შენ და არქ, ხო? არ მოგეწონა ძმა? რატო არ ჭამ? თუ გერდიდება. ერდება. აი ხორცი მე არ მაქვს ჩემთვის სახში და ძვლებით შესაბამისად არ მაქვს. მაგრამ გაბრიელი დაითრია, ჭამით ჩვენი ჭრე ხორცი აქვს. წავოდი, ვითოხლავთ. ციყვი, დაუწექი შეგჭამე. აი რომ მოვიფერე, ეთყობა დაიწყეს. ერიდი. რომ მოვიფერე, ეგრევე დაიწყეს ჭამა. საერთოდ ზაღმა უაზროდ მთქნარება, უაზროდ გაპრანჭვა და ეგეთები რო იცის და კვებაზე უარს ამბობს, ამბობენ რომ ის არის, რა ქვია, უხერხულად გრძნობს თავს და მაგიტომო. რავი ეს ამბობენ და. ამნიათ მართალც არ ვიცი. რა შალახო სეკვირდადი ხარ, რა ხდება? ფეხი მეფხანია. დაკმინცო ეს? კი. კაი. ზუზე შევახვედრეთ ჩვენი ორცხობილა და ვერ იგებს რა უნდა უყოს. საგანი ჩაიჩებოდა და ყბაში არ ჩაეტია. მით ჭამე ზუზი, ჭამე, სულ შენ ერთ დედას გეფიცები. 64-ში ვარ. აი და ბიჭო. ჭამე. ზუზი. აი ამას ისა ვერევიო და მე შევჭამო დავანაწილებლები. ნახ სახს იკეთებს ეს. დამალება ის. ნახე, წამებში დაიმალება. მიდი. დაიფარე საბანი მიდი. ნახე. სო. თავს ხრული გააკეთა. დაიმალება ახლა ნახე რა უსტატურად. აი მას იფარავს თვითონ. აცა. ადრე უფრო სწრაფად აკეთებდა ხოლმე, ხა დიდხანს ჩალიჩოს. მოდი εγώ პატარა მოუტახე რა, პატარა ნამცეცი მეც. ეს ხა დიდი როა ვერ ხდება რა უნდა ვიყოს. ახლოს დაუდო ბიჭო სახესთან. აჰა, დაითრია პატარა. შეგარგო ზუზი. და შეგახვედრეთ ჩვენი. ჩვენი სუსუნი შენ შეგახვედრეთ. მოსწოს. ჭამს.
მადლობა გაბრიელო. ნახვამდის.